გამარჯობა მეგობრებო. სანამ ამ ცხარე განხილვას დავიწყებდეთ, დიდი თხოვნა მექნება. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და გსურთ რომ ამ თემებზე საუბარი გავაგრძელოთ, აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დატოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. ახლა კი დავიწყოთ. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ილია თოფურიასა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის დაპირისპირება გაუთავებელ ისტორიას ჰგავს. ისინი მუდმივად ესვრიან ერთმანეთს სიტყვიერ ნემსებს, როგორც კი მინიმალური შესაძლებლობა მიეცემათ. როგორც ჩანს, ეს ცეცხლის დანთება უფრო მეტად ხაბიბის მხრიდან მოდის ილიას მიმართ, ვიდრე პირიქით. მართალია, ილია დროდადრო აკრიტიკებს დაღესტნურ კლანს, მაგრამ ხაბიბი ნებისმიერ შანსს იღენებს, რომ ილია ახსენოს, მისი შესაძლებლობები დააკნინოს, ან ზოგადად რამე უარყოფითი თქვას მასზე. ის ყოველთვის ირჩევს ზუსტად იმ მომენტს, როდესაც მისი სიტყვები ყველაზე დიდ რეზონანსს გამოიწვევს. ყველამ ვიცით, რომ ხაბიბი ყოველთვის იყო ძალიან ჭკვიანი მოაზროვნე, რომელმაც ზუსტად იცის, როდის რა თქვას და როგორ მოიგოს ხალხის გული. ეს ყველაფერი კი ერთ-ერთი ინტერვიუდან დაიწყო, სადაც ხაბიბს ილიას შესახებ კითხეს. რას ფიქრობს მასზე როგორც ჩემპიონზე და რა ვითარებაა ამ წონით კატეგორიაში. ხაბიბმა უპასუხა, რომ მას თავისი ბიძაშვილი უსმან ნურმაგომედოვი ჰყავს, რომელიც ილიაზე ბევრად უფრო კომპლექსური მებრძოლია, რომ მას უკეთესი სტრაიკინგი აქვს და თოფურიას მარტივად დაამარცხებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ UFC-ს ამავე წონით კატეგორიაში ილიაზე საშიშ მებრძოლებსაც კი ხედავს, მაგალითად არმან ცარუკიანს. ახლა რაშია საქმე? საზოგადოების დიდი ნაწილი და ექსპერტები ცდილობენ ილიას გრაპლინგის დაკნინებას. ამბობენ, რომ მას მხოლოდ ულტრაძლიერი სტრაიკინგი აქვს და სწორედ ამის გამო არ სურს თითქოს არმანთან დაპირისპირება. თუმცა, თუ დავაკვირდებით ილიას ყველა ადრეულ ბრძოლას, სანამ ის UFC-ში მოვიდოდა, დავინახავთ, რომ ის უპირველეს ყოვლისა გრაპლერი იყო. სტრაიკინგის ტექნიკა, რომელიც ილიას ახლა აქვს, უკვე UFC-ს შემდეგ მოიხვეჭა და დახვეწა. თუ ნახავთ მის ადრინდელ ბრძოლებს, ის არ ცდილობდა დგომში ბრძოლას. მინიმალურ შესაძლებლობაზე მიდიოდა პარტერში, ახერხებდა მტერზე კონტროლის მოპოვებას და საბოლოოდ ახდენდა მათ დაქვემდებარებას, საბმიშენით. ეს ნათლად მეტყველებს, რომ ილიას გრაპლინგის დონე ძალიან მაღალია. აქვე უნდა აღინიშნას, რომ ილია თავისი ბიძაშვილს, ალექსანდრე თოფურიასთან ერთად, პირველი ქართველია, ვინც ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში შავი ქამარი მოიპოვა. ეს ისტორიული მიღწევაა, რომელიც მათ მხოლოდ 18 წლის ასაკში შეძლეს. ეს ფაქტი უკვე თავისთავად ადასტურებს მათ საბრძოლო დონეს. თუ ნახავთ ილიასა და ალექსანდრეს ინტერვიუებს, ნახავთ, რომ მათი საბაზისო სპორტი ბერძნული რომაული ჭიდაობაა. ესპანეთში, კერძოდ ალიკანტეში გადასვლის შემდეგ, მათ ყველაზე დიდი დრო და ენერგია სწორედ ჯიუ-ჯიტსუში გაატარეს, რათა თავიანთი საბაზისო ჭიდაობა კიდევ უფრო გაეძლიერებინათ. დიახ, დღეს მათ აქვთ დახვეწილი უმაღლესი დონის კრივი, ბასრი სტრაიკინგი, ძლიერი ლოუ-ქიკები, მაგრამ მათი საძირკველი გრაპლინგია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხაბიბი და ყველა ის ადამიანი, ვინც ილიას ჭიდაობის დონეს დაკნინებს, უბრალოდ არ ფლობს სრულ ინფორმაციას, ან შეგნებულად ცდილობს დისკრედიტაციას. გონებაში არ მეტევა ის ფაქტი, რომ ამ წრეში ყველა მეტნაკლებად იცნობს ერთმანეთს, ერთმანეთთან ერთად ვარჯიშობენ, ან მათ ყავთ მეგობრები, რომლებიც ილიასთან ერთად სპარინგობენ. ეს 100%-ით ასეა. ყველა მიცის, როგორ ვარჯიშობს ილია, რა არის მისი ძლიერი მხარეები და ეს ინფორმაცია რასაკვირველია ხაბიბამდეც მიაღწია. აქედან გამომდინარე, შეიძლება დაუშვათ, რომ ილია თოფურიას ჭიდაობის დონე არ არის ისეთი მსოფლიო დონის, როგორც ვთქვათ, არმან ცარუკიანის, ისლამ მახაჩევის ან თავად უსმან ნურმაგომედოვის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სუსტია. უბრალოდ მას არ დასჭირდია, რომ თავისი გრაპლინგი ბოლომდე გამოეყენებინა. მაგალითად, გავიხსენოთ მისი ბრძოლა რაიან ჰოლთან. არავის, აბსოლუტურად არავის არ უნდოდა მასთან ბრძოლა, რადგან ჰოლი მხოლოდ ფეხის ილეძებზეა ორიენტირებული, აქვს ძალიან უცნაური სტილი და მისი კონტროლი წარმოუდგენლად რთულია. ილიამ აღიღო ეს ბრძოლა. არა მარტო აღიღო, არამედ ბრძოლამდე თქვა, რომ მისი სტრატეგია დგომში ბრძოლაა, მაგრამ თუ ბოლო 30 წამში პარტერში ჩასვლის შესაძლებლობას დაინახავდა, ამას გააკეთებდა, რადგან ამ დროში მისი დასრულების შანსი არ ექნებოდა. თუ მებრძოლს არ აქვს კარგი ჭიდაობა ან ჯიუ-ჯიტსუ, ის არასდროს გარისკავს და არ დათანხმდება ისეთ ტიპთან ბრძოლას, როგორცაც რაიან ჰოლია, რომელსაც ყველა ერიდება. მით უმეტეს, რომ ილია აღმავალ გზაზე იყო და ჩემპიონობისკენ მიდიოდა. მან თავიდანვე იცოდა, რომ UFC მხარს უჭერდა. ასე რომ თუ მას საკუთარი ძალების არ სჯეროდა პარტერში, არ აიღებდა ამ ბრძოლას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ილიას ნამდვილად აქვს მაღალი დონის გრაპლინგი და ხაბიბი თუ სხვები უბრალოდ აკნინებენ მას.
რა თქმა უნდა, გსურს ეს დონე ვნახოთ და ჩემი აზრით, ილიასთვის პირველ რიგში საჭირო ბრძოლა იქნება ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, ვინც ამ კამათს სამუდამოდ დაასრულებს. დიახ, ახლა აქტუალურია პედი პიმბლეტი და შესაძლოა ჯასტინ გეიჯიც. თუმცა საქმე ისაა, რომ არმან ცარუკიანთან ბრძოლის გადაწყვეტილება მხოლოდ ილიაზე არ არის დამოკიდებული. დეინა უაიტმა თავად თქვა, რომ არ აინტერესებს რეიტინგები და არ მისცემს არმანს ტიტულისთვის ბრძოლის შანსს, რადგან არმანმა იცის, რა მოხდა კულუარებში. ამიტომ ილიას სულაც არ არის ის, ვინც არიდებს თავს ამ ბრძოლას. მაგრამ ჩემი პირადი აზრით, თუ ილიას სურს UFC-ს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწეროს თავისი სახელი და არა მხოლოდ ორმაგი ჩემპიონი გახდეს, რადგან 145 კილოგრამში მას ჯერ დაცვა არ ჰქონია, ხოლო 150-ში კი მხოლოდ ერთხელ დაიცვა ტიტული მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ, მან უნდა აირჩიოს რთული გზა. თქვათ, ილიამ მოიგო პედის წინააღმდეგ. ეს არ გაადიდებს ილია თოფურიას სახელს სპორტული თვალსაზრისით. დიახ, ეს იქნება სუპერ ბრძოლა, იქნება უამრავი გულშემატკივარი, დიდი ტრაშ-თოქი და 3 თვის განმავლობაში ის ყურადღების ცენტრში იქნება. მაგრამ როდესაც ბრძოლა დასრულდება და ილია მოიგებს, თანაც მარტივად, კომენტარები იქნება ასეთი: ილიას ჯერ არავინ დაუმარცხებია, მას არ დაუცავს ტიტული ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, მას არმანთან უნდა ებრძოლა და მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას. თუ მოიშორებ ისეთ მებრძოლს, როგორიც არმან ცარუკიანია და დაამარცხებ მას, არავინ, აბსოლუტურად არავინ ვეღარ იტყვის საწინააღმდეგოს. ახლა გადავინაცვლოთ უსმან ნურმაგომედოვის საკითხზე. წარმოიდგინეთ, რომ უსმანს ამჟამად აქვს 20-0 რეკორდი. ის PFL-ის ჩემპიონია, მაგრამ კონტრაქტით კიდევ 2 ბრძოლა დარჩა. ჩემი აზრით, უსმანი ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება UFC-ში. შეგახსენებთ, ის მხოლოდ 27 წლისაა და თუ დარჩენილ 2 ბრძოლას წელს ჩაატარებს, ის UFC-ში 28 წლის ასაკში 22-0 რეკორდით შემოვა. თქვენ ფიქრობთ, რომ ხაბიბის ბიძაშვილს 22-0 რეკორდის მქონე მებრძოლს პირდაპირ ტიტულისთვის ბრძოლის შანსს არ მისცემენ? რა თქმა უნდა, მისცემენ. და სწორედ ამაშია ხაბიბის გეგმა. ყველაფერი, რასაც ხაბიბი აკეთებს და რასაც ლაპარაკობს, ღრმა ქვეტექსტი აქვს. ხაბიბი MMA-ში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანია. საკმარისია დააკვირდეთ მის სახეს, სანამ რაიმეს იტყვის. თუ ის ქმნის ტრაშ-თოქს, ეს იმიტომ, რომ იცის, რომ ამ ბრძოლას მომავალში გაყიდის. ის მიზნობრივად აკეთებს ამას. მაგალითად, რატომ არ ლაპარაკობს ხაბიბი არმანზე? იმიტომ, რომ არმანთან ბრძოლა არ აინტერესებს, ილიასთან ბრძოლა აინტერესებს. ამიტომაც ამბობს, რომ არმანი კარგია, ილია კი არა. ხაბიბის მთავარი მიზანია გაყიდოს. არ მჯერა, რომ ხაბიბი ნამდვილად ფიქრობს, რომ ილია არ არის კარგი მებრძოლი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა მოხდებოდა ასეთ ბრძოლაში? ილიასაც 17-0 რეკორდი აქვს. ეს დაუჯერებელი ბრძოლა იქნებოდა. დაღესტანელი მებრძოლი, ხაბიბის ბიძაშვილი, 2 დაუმარცხებელი მებრძოლი, ორივეს შესანიშნავი რეკორდი, მსგავსი ასაკი, ერთი და იგივე წონა. ეს ისტორიული დაპირისპირება იქნებოდა. უსმანს 7 თებერვალს აქვს დაგეგმილი ბრძოლა. თუ ამ ბრძოლას და მომდევნოსაც მოიგებს, ის UFC-ში აღმოჩნდება და ილია თოფურიასთან ბრძოლა შედგება. პირველ რიგში, ეს შეაჩერებს მთელ დივიზიას. ისლამს მოუწევს ლოდინი, სანამ ილია მასთან საბრძოლელად მოემზადება. დიახ, ისლამს ისედაც მოუწევს ლოდინი რამადანის გამო, ეს ფაქტია, მაგრამ შემდეგ მას მოუწევს ილიასთან ბრძოლა და ამის შემდეგ კიდევ 6 თვე ლოდინი, რათა სხვა დივიზიის ტიტული დაიცვას, თუ ორმაგ ჩემპიონობას მოიპოვებს. ეს ნიშნავს, რომ ისლამი უბრალოდ ვერ დაიცავს მეორე ტიტულს, თუნდაც თავისი წონა არ წააგოს. მეორე, ისლამთან ბრძოლა გართულდება იმის გამო, რომ ორივე კატეგორია ძალიან დატვირთულია. მართალია მსუბუქი წონა 70 კილოგრამი მეტნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ქვედა საშუალო წონა 77 კილოგრამი წარმოუდგენლად ძლიერია. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა დიდი უგუნურება და უსამართლობა, რომ გაჩერდეს ეს დივიზია და აცდინონ ისეთი მებრძოლები, როგორებიც არიან მაიკლი მორალესი, იენ გერი, ან თუნდაც კამარუ უსმანი, რომელიც ახლა ამ წონაში ბრუნდება და რომლის ბრძოლაც ისლამ მახაჩევთან ნამდვილი ბომბი იქნებოდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ისლამთან ბრძოლის შანსი მცირეა. ეს იქნებოდა ოცნების ბრძოლა. მაგრამ თუ არ შედგება, უსმან ნურმაგომედოვი ბრძოლა ილია თოფურიასთან ასევე შესანიშნავი და ისტორიული დაპირისპირება იქნება. 2 დაუმარცხებელი ჩემპიონის ბრძოლა, ეს მაინც და მაინც არ ჩამოუვარდება ისლამთან ბრძოლის პოტენციალს. აბა მეგობრებო, ახლა კი თქვენი ჯერია. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ხაბიბის განცხადებებზე და კონკრეტულად რა აზრის ხართ ილია თოფურიას გრაპლინგის დონეზე.
თქვენი მოსაზრებები განვიხილოთ შემდეგ ვიდეოში. ნუ და გავიწყდებათ დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები.